ეხა ურსულა დეიდეს ფობიებზე მინდა გავამახვილო ყურადღება რა, თუ შეიძლება გავუშვათ ეს სკრინი რა. ურსულა ფონ დერ ლაიანი ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს სურს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი გაუგზავნო LGBT+Q-თებს ევროკავშირი თქვენს გვერდითაა. მოკლედ ფობიების დღე ყოფილა რა ესა რა. ფობიების დღე რა ვიცი. რამდენი ფობია, ხო რა, რუსოფობიის დღეც რო აღნიშნოთ, კლაუსტროფობიის, რა ვიცი, ქსენოფობია, კიდე რამდენი ფობია, აკროფობია და რა ვიცი, მილიონი ფობიაა და ყველას თავისი დღე დაუნიშნოთ მაშინ რა. თქვენ ვერ ხედავთ რომ ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე ფობიების დღე რო არ არის? და რას გვტენით ამ ფობიებს რა? იმდენი ფობია ვიცი რომ ჭკუაზე ვერ იქნებით რომ ჩამოგისახელოთ რა. რა ვქნათ ამიტომ ყველა ფობიების დღე დავნიშნოთ საქართველოში? აი რა, თუ შეიძლება რა ძალიან ბევრი ვილაპარაკე რა იესოზე და პრინციპში არ ჩემელო რომ არ მელაპარაკა რა. ფეხბურთელებიც განახეთ, მათი რწმენაც განახეთ. ყველაფერი განახეთ და პატარა ვიდეო მინდა გაუშვა, ესე ვთქვათ, მამა თეოდორესი, რომელიც ლაპარაკობს ამ ყველაფერს რა, თუ შეიძლება გავუშვით რა. ქრისტე არის ერთადერთი ადამიანი სამყაროში, რომელიც აბსოლუტურად წმინდა. არ არსებობს უფრო ძვირფასი, ვიდრე იესო ქრისტეა. ხდება საოცრება. ეს ყველაზე წმინდა, ყველაზე უცოდველი, აბსოლუტურად უმანკო, ცრემლამდე ძვირფასი, რომელიც მიიკუთვნა, რომელიც ტკივა, რომლითაც შეუძლია ღმერთს იტანჯოს. აიღო ეს უძვირფასესი რა და ყოვლა წმინდა სამებამ შეიწირა როგორც ყველაზე უმანკო, უსასრულოდ ძვირფასი მსხვერპლი, თავისი ტკივილი, თავის ტანჯვით ყველაფერი. და ეს გააკეთა ჩემთვის და შენთვის, თითოეული ადამიანისათვის. შენს მაგივრად მოკვდა ყველაზე წმინდა არსება. იტანჯა ყველაზე წმინდა არსება. სისხლიან მსხვერპლად შეიწირა. ამიტომ ქრისტეს ჯვარცმა და მისი მოკვდინება პირდაპირ გაგებით არც იუდას ბრალია და არც იუდეველების და არც რომაელების და არამედ ეს არის მისი მღვდელმოქმედება, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ სანამ სამყაროს შექმნიდა, იმიტომ რომ თუ ადამიანი დაეცემოდა, მას ეს უნდა გაეკეთებინა. მან ეს ჩვენთვის გააკეთა. ხო, ამის მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი რა.